პოემა სისხლის ძიება ასე მთავრდება ჩემო ძვირფასებო 1000-ჯერა წვიმს სეტყვა თაზე მისლები ტიდია ბევრი რამ ხდება ქვეყნა და შიგ წოდვა ბრალი დიდია ბუნება წარბსაც არის მაინც 7 და 7-ია თითქოს პირდაპირ მიუთითებს ვაჟა ახლა რომ ბუნებას თავისი შინაარსი აქვს თავისი საზრუნავი აქვს და მაინდა-მაინც იგი ანგარიშს აუწევს რა ხდება ადამიანთა სამყაროში ულამაზესი უამრავი სტრიქონია ვაჟა ფშაველასთან სადაც ეს ბუნების თავისთავადობა განცდილი აიმე ზოგიერთ შეგახსენებ არ ვიცი ჩემ დროს არ იყო ცუდი ჩემი დროის სკოლა ჩემ დროს და აბა თქვენ თქვით ახლა იყვირეთ რომ კი თქვენ დროსაც აი ასწავლიდან ვაჟას არაჩვეულებრივ ლექსს ღამე მთაში ზებირად მასწავლიდან მე აი ბატონელ გუჯასაც ზებირად ასწავლე ნაცი ყურადღება დაღამდა წვრილნი ვარსკვლავნი აპავდნენ დასხდნენ ცაზე და თვარე კი ჯერ არ სადარჩანს არ დაბნათოის თავზე და ჯერ თუ არ გაუღვიძნია ისევ თუ ზინავს კლავზე და აიმე დედა საოცრება წარმოგიდგენია თქვენ კლავზე ჩამოძინებული თვარე ერთ ჩემ სტუდენტს უთხარი როგორ წარმოგიდგენია მეთქი და ასე წარმოიდგინა არამედ შევაჭერე აი კლავზე ჩამოძინებიან თვარე საოცარი სურათია რა თქმა უნდა არაფრის მიმთითებელი არ არის ეს საოცარი სურათი იგი თავისთავადი შინაარსის გამომხატველია თავისთავადი ესთეტიკური მშვენიერების გამომხატველია შემდეგ შემოძვირფასებო ცაზე იარემ თვარეო მზეო აბძანდი თებო იშიშვლეთ გუნტერდი ხან მოიხვიეთ ნაბადი ნისლი დაღლინი ცურვითა მთისყურეთ მიმალულიყვნენ მთანი მაღლაი დაცხერდნენ ღრმა ფიქრით ჩაბურულიყვნენ ბეჭავებს ბევრი ეტირა სულ ცრემლი დაწურვილებად ერთ სიტყვით საოცარი ხილვები საოცარი ამის მსგავსი არის მერადად არაფერი დამიკითხავს რასაც ვაჟასთან მიკითხულო ეს არის სწორედ ბედნიერი ნიჭი თუ შეიძლება ითქვას შემოგარგება უნებას რომ თავისთავადი ღირებულება აქვს უნებას რომ თავისთავადი მნიშვნელობა აქვს ვაჟას შემოქმედებაში მეორე ეს სრულიად ახალი საფეხურია ქართული ლიტერატურის განვითარების გზაზე ეს არაჩვეულებრივად ჩანს მის პოემებშიც რა თქმა უნდა უამრავია ისეთი სურათები სადაც ბუნება თავისთავადი ღირებულებისა მაგრამ მე სხვა რამე ახლა მხედველობაში აი კომპოზიციურადაც ძალიან თვალნათლივ ჩანს ეს განდეგიც ყველა იცნობ ნუ ძალიან კარგია გახსოვთ როგორ იწყება განდეგილი როგორ იწყება ხომსოლი ხო მიდანო სადაც იდებულ თასამ ინვარსა ორბნი არწივნი ვერ შეხებიან სად წვიმა თოვლი ყინულად ქნილი მზისგან აროდეს არადნებიან საოცარი დიადი სურათი რა მოგეთ ეს სურათი ჩემო ძვირფასებო პირდაპირ ჩაჭედილია განდეგილის კომპოზიციაში იგი ცალკე არაფრით არ წარმოიდგინება და რატომ იცით ასე იწყება პოემა სადაც რას ნიშნავს ეს იმას ნიშნავს რომ ეს კი არა თავარი ეს გრანდიოზული სურათი არამედ აქ რაღაცა უნდა მოხდეს აქ რაღაც ამბავი უნდა დატრიალდეს და ჩემი ინტერესები იქეთან გადატანილი კითხვისა შეიძლება ყურადღებას ავაცდინე ამ სურათს უცუდია თუ ავაცდინე ამბობენ რომ ავაცდენთო და ამბობენ რომ რაც უფრო მეტი ხარ ლიტერატურის კრიტიკოსიო მით უფრო ააცდენო არ ვარ ეს ლიტერატურის კრიტიკოს მოეთხოვება ჯერ განიცადოს ნაწარმოები და მერე იფიქროს მე
მერე აანალიზოს იგი უნდა. აბა უყურეთ, ეხლა შეადარეთ რამდენილის აი ამ დასაწყის ვაჟა-ფშაველას პოემა ბახტრიონის დასაწყის. მაშინ დღემ დაიხურა პირბადე, თებმა დახუჭეს თვალები, აღარ შფოთობენ საფლავში გმირ-დღოფლის მურელი ძვალები, ხარი ზუზუნებს და ზალით შესაზარებიო და სხვა. ნუ შეიძლება ახლა თქვენი ფიქრობ, რომ ერა ეს სურათი აი იმას მიანიშნებს, რომ ეხლა ვაჟამ უნდა ილაპარაკოს რაზე, რომ ხატობაა და არავინ არა, კაციშვილი არ არის, ერთადერთი ქალი მოსულა მარტო და მარტოს დაუკლავს საკლავი და მარტოკას უტყავია, სანათაზია ლაპარაკი. კაი ბატონო, ჩაგითვლით ასე. ახლა უყურეთ როგორ გრძელდება ეს შესავალი, მოგესალმებით კედებო. მომაქვს სალამი გვიანი, თქვენი მიწოვა მე ძუძუ ღალიან ბარაკიანი, ნუ გაჯავდება პირიმზე, ნუ ძდამწევლიანიანი, როიმად დედის ძუძუთი მსუქტები ცოდვილიანი. ძალიან დიდი ბოდიში, რა კავშირია ამას სანათასთან, რომელიც მარტო მოსულა და მარტო დაუკლავს საკლავი, პრაქტიკულად არაფერი. უყურეთ თქვენ მიაქციეთ ყურადღება, რა თქმა უნდა ეს შესავალი ბახტრიონის შესავალია, მაგრამ იგი ცალკეც ძალიან ღირებულია. აი ცალკე რო წარმოვიდგინო ჩვენ ეს შესავალი ბახტრიონის გარეშე, ამ ამბის გარეშე, იგი აბსოლუტურად არაფერს არ დაკარგავს. თვით ღირებულებაც აქვს მას. აი ამას გულისხმობ მე, როდესაც ვამბობ, რომ აი კომპოზიციურადაც იგრძნობა მეთქი, რომ ვაჟა-ფშაველას მას შემოქმედებაში ბუნებას თავის თავადი ფასი, თავის თავადი ღირებულება. მე ეს ერთი მაგალითი მოგიტანეთ, ახლა მეტი დრო არ ამავდა. დანარჩენები თქვენ შეგიძლია დიდი წარმატებით მოძებნოთ ჩემო კარგებო. პროზა, ვაჟას პროზა. თქვენ იცით, რომ უამრავი ნაწარმოებია ვაჟას ცხოველებზე, ფრინველებზე, ბუნების წარმონაქმნებზე. გაიხსენეთ მისი შვილის ნამბობი, გაიხსენეთ მისი ბუნების მბოსნები. საოცრება, ჩემო ძვირფასებო, ვაჟას ფანტაზია რა შვება, იცით, უასწრებს ბულბულის იუბილეს. როგორ გადაიხადეს ფრინველებმა და ხო, ფრინველებმა, საერთოდ ფრინველთა სამყარომ ბულბულის იუბილეს არაჩვეულებრივი. არაფერს სხვა რამეზე მიმტკიცებელი არ არის ეს სურათები. ეს სურათები თავის თავადი შინაარსის გამომხატველნი არიან. თის წყარო, საშინელი სიზმარი ნახა წყარო, საშინელი სიზმარი რო დამშრალი და მისი ირგვლივ ყვავილებს, ბალახებს ვეღარ რწყავდა. შეწუხებული იყვნენ ეს ყვავილები, ბალახები, ცდილობდნენ მიშველებოდნენ თის წყაროს, არ როებდნენ ნამს წვეთ-წვეთად, რომ მეგებაო მივეშველოდო, მაგრამ ახლა წვეთ-წვეთობით ნამით რას უშველი თის წყაროს და გამოეღვიძა თის წყაროს და პირდაპირ ოფში ცურავდა. ხომ საოცრება, აი ეს არის ვაჟა-ფშაველა. მაშინ ვინეორე, თქვენ ვერსად ვერ ნახავთ, ვერც ერთ მოთხრობას ვერ ნახავთ ვაჟასაც, სადაც ბუნება სხვა რამეზე მიმტკიცებელი იყოს და თავის თავადი შინაარსის წარმოდგენი არა. აი შვილის ნუკრის ამბობში ასეთი ამოცანა დაისახა ვაჟამ, აი რა იქნებოდა შვილის ნუქს რომ ენა მოედგა, რა რას გვიამბობდა იგი, სხვაზე კი არა, თავის თავზე რას გვიამბობდა, თავის უბედურ თავგადასავალზე რას მოგვიყვებოდა. მე ამ წუთში მაგუნდება ჩემო კარგებო, არის ერთი რომაელი მწერალი აპულეუს